ინფორმაციას, რომელიც უნგრულ მედიაში ვრცელდება, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა ევროპული გამოცემები, არის საკმაოდ დამაიმედებელი, რადგან შესაძლოა ითქვას, რომ ყველა ამ პროცესზე დამკვირვებელი ამბობს, რომ აქტივობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, თუ ამ აქტივობას შევადარებთ უნგრეთში გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებს. ბოლო მონაცემებით და ბოლო ინფორმაციით, რომელიც მედიაში არის გავრცელებული, დილის აქტივობა, დილის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე აქტივობა შეადგენს 17%-ს და თუ იმავე დროის მონაცემს შევადარებთ მაგათად გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებს, ეს 7%-ით მაღალია და ანალიტიკოსები უკვე ვარაუდობენ იმას, რომ დღის ბოლოს სავარაუდოდ უნგრეთის მოსახლეობის ამომრჩევლის 80% გააკეთებს საკუთარ არჩევანს. ამ არჩევნებისადმი ბუნებრივია მაღალი არის ინტერესი არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ მთლიანად ევროპაში და ამის მიზეზი ბუნებრივია არის სწორედ ვიქტორ ორბანის მიერ არჩეული პოლიტიკა. რაც შეეხება თავად საარჩევნო უბნებზე მიმდინარე მოვლენებს, ის ვინც აკვირდება ამ პროცესებს, აუცილებლად შენიშნავს იმას, რომ უნგრეთელი მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე აქტიურად უწყვეტად მიდიან. შეინიშნება რიგებით საარჩევნო უბანთან, მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევთ მოცდა, ვიდრე საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. საკუთარი არჩევანი კი დილით საარჩევნო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათშივე გააკეთა ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმაც, მისმა მთავარმა კონკურენტმა, პარტია პისას ლიდერი, საუბრობს დარღვევის ფაქტების შესახებაც, როგორც უკვე ვიცით და როგორც უკვე მიღებული პრაქტიკაა, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საკუთარი შტაბები ამ დროს გახსნილი და ისინი უწყოთ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას შესაძლო დარღვევების შესახებ. პიტერ მადიარმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ დილის მონაცემებით დაახლოებით 60 შეტყობინებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ შტაბებში შესული შესაძლო დარღვევების შესახებ და ეს შეტყობინებები ძირითადად გულისხმობს ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, ასევე სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს ახლა ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ და მათ შორის, როგორც უკვე ვიცით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც აქტიურად აკვირდება ამ საარჩევნო პროცესს. პიტერ მადიარმა სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ შეასრულონ მათ მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობა კანონის სრული დაცვით და ასევე ზოგადად მედია წერს იმის შესახებ, რომ დღეს განსაკუთრებით საჭირო იქნება სამართალდამცველების აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ საარჩევნო უბნებთან იყვნენ ისინი მობილიზებული, რადგან არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ცუდი პრაქტიკის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს. და როგორც მედია წერს, საჭირო არის, რომ ისეთი დისტანცირებით იყოს პოლიცია საარჩევნო უბნებთან დაშორებული, რომ მაგალითად თუ მოქალაქეს დასჭირდება დახმარება, 15 წუთში პოლიციამ შეძლოს და ადგილზე გამოცხადდეს. პიტერ მადიარის გარდა დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა 16 წლიანი მმართველობის გამოცდილების მქონე ვიქტორ ორბანმა, რომელსაც დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლოს აღმოაჩენს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა პიტერ მადიარმა? ბრაუდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში უნგრელი ლიდერი ამბობს, რომ მადიარს მის მთავარ კონკურენტს გამარჯვებას მიულოცავს, თუმცა მის სიტყვაში იგრძნობა ისიც, რომ მის გამოიყურება საკმაოდ თავდაჯერებულად, აქვს საკუთარი მოსახლეობის იმედი და შეიძლება ითქვას, რომ აქვს ამომრჩევლის საკუთარი მხარდამჭერების იმედი იმ საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც მან ჩაატარა და რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა ომის დაშინებით პოლიტიკას. მოსალოდნელია რეკორდული აქტივობა. შესაძლოა იყოს რამდენიმე საარჩევნო ოლქი, სადაც ერთი ან ორი ხმას კი გადამწყვეტად ჩაითვლება. ამ დროისთვის ტიზას ვებგვერდზე საარჩევნო დარღვევების ფაქტების შესახებ დაახლოებით 60 შეტყობინებაა. ველოდებით პროვოკაციებსაც, მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ თავიანთი საქმე ფიცის შესაბამისად შეასრულონ და თუ სადმე არჩევნების გაყალბებას წააწყდებიან, კანონის სიმკაცრით იმოქმედონ. მე არ ვურჩევ ვინმეს ციხეში წასვლას, ფიდესის მაფიის ნაცვლად. არავის შეუძლია სერიოზულად იფიქროს, რომ ტისას პარტია და მასთან ერთად უნგრეთი არჩევნებს ვერ მოიგებს. შედეგები მიღებული იქნება, თუ არ მოხდება არჩევნების გაყალბება, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე. მე აუცილებლად ავიღებ მანდატს და პარლამენტში შევალ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის გადაწყვეტილებას. ევროპა მიემართება სერიოზული კრიზისისკენ და გვჭირდება ძლიერი ეროვნული ერთიანობა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ კრიზისთან მოახლოებას. მე აქვე რომ გავიმარჯვო, ყველა ამომრჩეველი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისთანაც სხვა შემთხვევაში შეხვედრის შესაძლებლობა არ მექნებოდა. მოუწოდებ უნგრელებს მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ. მიულოცავდი თუ არა გამარჯვებას პიტერ მადიარს? დიახ, მე ყოველთვის ვიცავ ცივილიზაციის სტანდარტებს. რას გავაკეთებ თუ არჩევნებში გავიმარჯვებ? მადლობას გადავუხდი აქტივისტებს, რომლებმაც ქვეყანაში მობილიზება მოახდინეს.
სრულდება თუ არა ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა უნგრეთში ეს რამდენიმე საათში ეგზიტ პოლების გამოქვეყნების შემდეგ ახდება ცნობილი საარჩევნო პროცესი მთელი უნგრეთის მასშტაბით ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე დასრულდება და დაახლოებით თბილისის დროით საღამოს 9 საათზე პირველი ეგზიტ პოლის შედეგები უკვე გვეცოდინება. ვიდრე საარჩევნო პროცესი შეჯამდება და გავიგებთ რაზე გააკეთა ფსონი უნგრეთის მოსახლეობამ ერთის მხრივ ვიქტორ ორბანის პოლიტიკა რომელიც ეფუძნება უფრო მეტად დისტანცირებას ევროკავშირიდან მათთვის წინააღმდეგობის გაწევას და ასევე ომით დაშინების პოლიტიკას თუ მეორეს მხრივ პიტერ მადიარის ღია პოლიტიკას ღიაობას ევროპის მიმართ და კორუფციასთან ბრძოლას იქამდე გარდიანმა ჩაატარა ქუჩის გამოკითხვა ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორია განწყობები მოქალაქეებში შეიძლება ითქვას რომ ამ მხრივაც შერეულია მოქალაქეების პოზიციები თუმცა უმეტესობა მაინც ამბობს რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის უფრო მეტ დაახლოებას ევროპასთან და შესაბამისად აქვთ მოლოდინი რომ დღევანდელი არჩევნების შემდეგ საარჩევნო პროცესის გამარჯვებული იქნება პიტერ მადიარი. საარჩევნო პროცესი უნგრეთში როგორც გვეკითხარით გრძელდება და ბოლო ინფორმაციით მოსახლეობის ამომრჩევლის 17%-მა უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. რა შედეგი დასრულდება ეს პროცესი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი იქამდე კი როგორც გვეკითხარით ოპოზიციის მთავარი ლიდერი საუბრობს დარღვევის ფაქტების შესახებაც და ის ადგილობრივ სამართალდამცველებს მოუწოდებს უფრო მეტი აქტიურობისკენ და კანონის დაცვისკენ. გარდა პიტერ მადიარისა და ვიქტორ ორბანისა კიდევ 3 პოლიტიკური პარტია იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჯამში 5 პოლიტიკური პარტია მიიღებს დღევანდელ კენჭისყრებში მონაწილეობას, თუმცა წინასწარი პროგნოზებით ძალიან ბევრი ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ საბოლოოდ არჩევნებში გამარჯვებული იქნება პიტერ მადიარი, მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ ვიქტორ ორბანის პარტიას და კიდევ არის ერთი პარტია, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ პარლამენტში შესვლას იმისთვის, რომ ბარიერი გადალახულად ჩაითვალოს და პოლიტიკური პარტია შევიდეს პარლამენტში, უნგრეთის ლიდერებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. იმისთვის რომ მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა 133 მანდატი პარლამენტში და იმისთვის რომ გამარჯვებულად ჩაითვალონ ამ არჩევნებში საჭიროა 100 მანდატის მოპოვება პარლამენტში.